Opa. Zoom-ერია, დიახ. Motorola Razr 60, Motorola 3 წლის საკეთის smartphone-ია, რომელსაც უკვე Zoom-ერში შეხვდებით. ხო და მოდი ვნახოთ, რას უნდა ელოდოთ ამ smartphone-ისგან. სანამ დავიწყებთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აწყობის ტექნოლოგიით ამ smartphone-ში ყველაფერია. უკანა პანელზე ეკრანის შუშა და სილიკონ პოლიმერის პანელი, უჟანგავი ფოლდის პეტლი, ალუმინის ჩარჩო და წინა ეკრანი კომპოზიტური მასალაა კეცვადობისთვის. წინა მოდელს მტვრის განდაცვა არ გააჩნდა და IPX8 რეიტინგი ჰქონდა. ამ მოდელს კი IP48 რეიტინგი აქვს და როგორც წყლისგან, ასევე უკვე მტვრისგანაცაა დაცული. ასევე აქვს სტერეო სპიკერები და თითის ანაბეჭდის სკანერი ჩართვის ღილაკზე. აი ეგ. ნახსენები ორი ეკრანი ასეთია. მთავარი წინა 6.9 ინჩიანი AMOLED ეკრანია 3000 ნიტი პიკური სიკაშკაშითა და 120 ჰერცით. უკან კი 3.6 ინჩიანი Gorilla Glass Victus-ის შუშა 90 ჰერცითა და 1700 ნიტი სიკაშკაშით. ორივე ეკრანის რეზოლუცია 1080p-ია, რაც ბევრი ნამდვილად არა. უკანა ეკრანის დიზაინიც უნდა აღვნიშნოთ. კამერები ეკრანშივეა ჭრილის სახით და ერთადერთი ცოტათი დიდი შუბლი აქვს პეტლის მხარეს. ასევე ნაკეთსებით შესამჩნევია, ძალიან არა, მაგრამ სინათლეზე ყოველთვის შეამჩნევთ. მაგრამ თითით მე პირადად ვერ ვამჩნევ. ელემენტის მოცულობაც წინა მოდელთან შედარებით 300 მAh-აა გაზრდილი და 4500 mAh შეადგენს, თუმცა ტესტების თანახმად საუკეთესო სამუშაო დროით არ გამოირჩევა და ჩამორჩება კიდეც წინა მოდელს. თუმცა ვივარაუდებ, რომ განახლებებით ოპტიმიზირდება ელემენტის მოხმარება და მომავალში უკეთეს შედეგს მოგცემს. 30 ვატიანი სწრაფი დამუხტვა შეგვიძლია კაბელით, ხოლო ასევე აქვს უკაბელო 15 ვატიანი დამუხტვაც, რაც მშვენიერია ნამდვილად. წარმოდებას რაც შეეხება, ამ smartphone-ში MediaTek Dimensity 7400X-ია, რომელიც mid-range chipset-ია და არ გამოირჩევა დიდი პერფორმანსით. ასეთი smartphone-ი არც არის დიდი დატვირთვისთვის განკუთვნილი, უფრო განკუთვნილია მარტივი ყოველდღიური საჭიროებების მშვენივრად დაკმაყოფილებისთვის. და კამერები. უკან ორი კამერა გვხვდება, მთავარი 50, ხოლო ულტრაფართოკუთხოვანი 13 მეგაპიქსელიანი კამერები, წინ კი 32 მეგაპიქსელიანი selfies კამერა. აი აქ. თუმცა უკანა ეკრანის დახმარებით მთავარი კამერა შეგვიძლია selfies კამერად გამოვიყენოთ და ძალიან კარგი შესაძლებლობაა ეს, რაც მაგალითად სტანდარტულ smartphone-ებში არ გვხვდება ხოლმე. ფოტოების დეტალიზაცია შენარჩუნებულია და ცოტა ზედმეტად დადებული სიმკვეთრეც ეთხოვა დამუშავების შემდეგ. თუმცა ფერები შენარჩუნებულია და ვიდეოს გადაღებისას ვიდეო კამერის რეჟიმით, აი ესე, შეგვიძლია გადავიყოთ. რაც ვლოგებისთვის და ზოგადად კრეატორებისთვის ძალიან კარგი მგონია. საკეთ smartphone-ებზე ვსაუბრობთ და ერთი ამბავი უნდა განვიხილოთ. თუ საკეთი smartphone-ები გინახავთ, ალბათ ის კითხვაც დაგისვამთ, ვისთვისაა ეს smartphone-ები განკუთვნილი. ქუჩაში გავლისას ნამდვილად ვერ დავინახავთ ბევრ ადამიანს, რომელსაც ასეთი smartphone-ები უჭირავს ხელში. ხო და მე როცა დავფიქრდი ამაზე, მივედი ორ პასუხამდე. პირველი არის უნიკალურობა, როცა ასეთი საკეთი smartphone-ი გაქვს, უკვე იმ იშვიათ ადამიანებში გადიხარ, რომლებიც საკეთ smartphones იყენებენ. თუმცა უნიკალურობა არის სურვილი ამ შემთხვევაში და არა საჭიროება. მაშინ რა არის საჭიროება? ჩემი აზრით, კომპაქტურობაა ეს. თუ მე მჭირდება smartphone-ი, რომელიც მინდა იყოს ზომით პატარა, მაგრამ არ დავკარგო დიდი ეკრანის გამოცდილებამ, აი ასეთ დროს საკეთი smartphone-ები მშვენიერი არჩევანია. მე პირადად ასეთი ფლიპების ფანი ვარ, რადგან პატარა smartphone-ები მიყვარს. თან უნიკალური შესაძლებლობები ნამდვილად მოყვება ასეთ ტელეფონებს, მაგალითად ამ Razr 60-ს. ასეთი იყო Motorola Razr 60, თუ მოგეწონათ ეს smartphone-ი, შეგიძლიათ აღწერაში ლინკს ეწვიოთ, ან პირდაპირ ჩვენს ფილიალს არხის გამოიწერეთ გზაში. მე დავითი ვარ და შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.